ხალბატონებმა დღეს მოგესალმებათ ხუთევსწლიანი ჯგუფის ასაზრდელები. მასწავლებელი პედაგოგი ხალბატონი ინგაზიანია. ხალბატონი თამუნა და ხალბატონი ლიზა. მე მინდა რომ ჩავატარო რიგით. შეძლებით აგვარა ბავშვები არიან მოწესრიგებული. ძალიან მოხარული არიან მოგესალმებით ბავშვებო. დღევანდელი დღე მინდა წავიყვანო და ჩაგიტანოთ ის გარკვეული, რაც თქვენ ბაღიდან უნდა გაიტანოთ მუსიკა, რომელსაც მე გასწავლით, შეძლებს და გვარად უნდა შევავსოთ, უნდა ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ. აი, ეხლა იქიდან არ ჩანს ისე, მაგრამ წარწერა მუსიკის ანგები. ხო თქვით ჩვენ გუში ბავშვებო. ეს იმას ნიშნავს, რომ არის მუსიკალური ჰანგები, რომელიც სხვადასხვა ჟღერადობის ინსტრუმენტებიდან სხვადასხვანაირად ისმის. აი თქვენ წინ მაგიდაზე დადებული არის სხვადასხვა სახის ინსტრუმენტები. მე ხლა თანდათან მივყვები ეხლა ბავშვებო, თქვენ წინ არის ინსტრუმენტი, რომელსაც ქვია შემახსენეთ რა? ფორტეპიანო. გავიმეოროთ? ფორტეპიანო. სიტყვა ფორტეპიანო ნიშნავს, ფორტე ნიშნავს ხმამაღლას, პიანო ნიშნავს ჩუმად. ეს ორივე ხმამაღალი და ჩუმა უნდა მოვაწესრიგოთ ინსტრუმენტს. ასევე არის აგერ მეორე ინსტრუმენტი. აგერ ხედავთ მანვათლი, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ ამ ინსტრუმენტზე დაკვრა ხდება, რა ხდება რომ უნდა დაუკრათ, რა ხდება იმ პროცესში. ინსტრუმენტი რასთან უნდა შევაერთოთ? ოჩა, კარგი ბავშვები ხარ, დენთან და მოგცემს იგივე ჟღერადობას, რაც ფორტეპიანო. ეხლა ინსტრუმენტზე ხედავთ, მოთავსებულია შავი და თეთრი კლავიშები. გუში ყავს ნიშნები. მოდი ჩემი გოგო ჩემთან, მოდი ჩემი ცხარე. აი, გაჩვენებ თქვენი აღსასწრელი, მეგობარი, თეთრი კლავიში მანახე ჩემი ცხარე, თეთრი კლავიშები. აი, ყველა ბოლომდე თეთრი. ზევით რა ფერია? შავი. თეთრი და შავი კლავიშებს ერთად აღებულს ეწოდება ბავშვებო კლავიატურა. თქვათ აბა? კლავიატურა. გავწადე? ადლობა. აქ განლაგებულია სხვადასხვა სახის ნოტები. მუსიკაში არსებობს, მე თქვენთვის მითქვია და შეგვიძლია თქვენც დამეხმაროთ, არის 7 ძირითადი ბგერა, ხო? 7. დავიწყოთ რა და რა? დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. მადლობთ, ძალიან კაი ბავშვები ხართ, მაგრამ აი ერთადერთი რაც არის მუსიკაში. აი თქვენ რომ მიდიხართ სახლში და უნდა გააყოთ კარები, მაგრამ სანამდე კარებამდე მიხვალთ, რაც სად უნდა ახვიდეთ? კიბეზე. კიბის ასასვლელს რა ეწოდება? აი ასეთივე საფეხურია გამნოტებს, მაგრამ რომ გავიგოთ ეს ნოტი რა არის დო და რატომაა დო, აი წინ ხატია რა. აი მე განახერხება თქვენ. მუსიკაში არსებობს ორი გასაღების ნიშანი. ნახეთ? ვიოლინოს გასაღები, გავიმეოროთ აბა? ვიოლინოს გასაღები და ბანის გასაღები. აი თქვენ რომ მუსიკალურ სკოლაში წახვალთ და ნოტებს რო ისწავლით. ნახეთ? აი დო, რე, მი, ფა, სოლ. მოვედით სოლამდე. მეორე ხაზზე იწერება ნოტი. აი ხო ხედავთ ხაზებზე. რამდენი ხაზია, რამდენი სანოტო სისტემა მიხარით? 2, 3, 4, 5. ხო ბავშვებო? აი ამ ხაზებზე ნოტების წერა ხდება ქვევიდან ზევით.
ესე იგი როგორ ყოფილა წერა ნოტების ქვევიდან ზევით. ოჩახ ჩემო ბავშვებო. მაგრამ მეორე ხაზზეო იწერებაო ნოტის სოლი. თქვა დაბა? ნოტის სოლი. აი რატო უსვამ მე ამას, რომ მეორე ხაზზე იწერება ნოტის სოლი? იმიტომ რომ გასაღების ნიშნის წერა იწყება მეორე ხაზიდან. და ამას ქვია ვიოლინოს გასაღები, ანუ სოლ გასაღები. გასაგებია ბავშვებო? ცოტა მოგვიანებით მე მუსიკალურ სკოლაში რო ივლით, როგორც ყველა მოსწავლეს, თქვენ არ მოგეწონებათ ბანის გასაღები. ეს ყველას დავალება ასეთი. აი ბანის გასაღები. ამას ქვია ფა გასაღები და რატო? როდესაც ვიოლინოს გასაღებში ნოტებს შეისწავლით, ბავშვებო, ბანის გასაღების მოდის მარცხენა ხელი დასაკრავი და იწყება დაკვრა ფა ნოტიდან წერა. გაიგეთ? ჩვენ ახლა უბრალოდ ირმაგანგი არ გვაგდრო, თორე ბავშვებსაც შემოვახაზიებდი ვიოლინო და ბანის გასაღებს, როგორ იწერება, რომ მომავალში იცოდნენ. რო წახლავთ ბაღიდან, მე რო იცით, აი ახლა გადავდივარ თქვენთვის საყვარელ თემაზე, რასაც ქვია ინსტრუმენტები. ეხლა დაწყობილია აქ ინსტრუმენტი. ესენი არის დასაკრავი ინსტრუმენტი, რომელსაც კლავიატურა აქვს. ეს არის ჩასაბერი ინსტრუმენტები. ეხლა რო შევხედოთ, ეს ინსტრუმენტი და ეს. ერთმანეთს გავს ბავშვებო, იმითი რომ აი ფიზიკურად აი როგორებია, ხო? მაგრამ ეს არის ჩასაბერი ინსტრუმენტი, რომელსაც საყვირი ქვია. მე ხლა ვერ გავაკეთებ ამას, არ გამომივარ, თორე სიამოვნებით გავაკეთებ. არა, ვერ გავაკეთებ, ამ თავის სპეციალისტი ჭირდება. ეს არის კლავიატურიანად, ხედავთ? ეს იგივე ეს ნოტებია, ბავშვებო, რასაც თქვენ არ ხედავთ, თორე გადატანილია ხო, კლავიატურაზე. ამისი მოქმედებით ესენი ამას ქვია ბავშვებო ვალტორნა. ვალტორნა. ამას ქვია საყვირი. ოჩა, თქვენ ძალიან კაი ბავშვები ხართ. და ძალიან მონდომებული. აბა ერთ-ერთი გოგონა, თქვენ რომელიც გინდა, ჩემთვის უყველა კარგები ხართ. აი ბავშვებო, ინსტრუმენტი აი აგერ, შეხედეთ, ნახეთ, აი ეს არის მეტალოფონი. გავიმეოროთ? მაგრამ, ბოდის გიწიეთ, მეტალოფონი, ნახეთ რა ხდება. მეტალოფონი არა როგორც ინსტრუმენტი და ფორტეპიანო ხელებით უკრავთ თითებით, აქ უკვე ჩვენ ვხმარობთ ჯოხებს. მაგრამ ეს ჯოხი უნდა გვეჭიროს არა ასე მაგრა, უყურე სლაბად და გადმოვცეთ თითოეული ნოტის ხმოვანება. შეხედეთ ახლა ერთ მოვიზინე. ნახეთ, აი აქ უყურეთ დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო, ხო? აი ახლა გაუსმინეთ რა ხდება. იგივე გადმოდის მხოლოდ ჩაქუჩს ხმარ. გესმით? აბა დაიჭერეთ. ასე, სლაბად. ნახეთ, დაუკარიება? აქ არა, ნახეთ. შიგნით უნდა დაუკრიო, ხმამა. მასე გაანთავისუფლე ხელი. არა, გაანთავისუფლე. ხედავთ? აი ასეთ მოძრაობას ბავშვებო, როდესაც ასე ვაკეთებ, აი ამ თლიან მოძრაობას ქვია გლისანდო. გავიმეოროთ? გლისანდო. ეს არის გასალამაზები, როგორც მელიზმები. აი, როდესაც უკრათ ფორტეპიანოთან რაღაც კლავიშებს ვიღებთ, აკორდებს და ცოტა ლამაზ აკორდები ყურში კარგად რო გესმის, იგივე უნდა გავაკეთოთ აქ. გასაგებია? დაბრძანეთ ჩემი ცხოვრება. ეხლა გადავედით შემდეგ ინსტრუმენტზე. მაგრამ სანამ ინსტრუმენტზე გადავიდოდეთ, მანამდე ჩვენ რახან ნოტები ვთქვით. ბავშვებო, ჩვენ აღვნიშნეთ,
რომ ესენი არის სხვადასხვა ფერები. სხვადასხვა ფერი რა არის? ნოტებია რა თქმა უნდა. ხოჩა, აი ინგამასალებელი თქვენ ამას გასწავლით და ახალი თქვენთვის არაფერი არა, აი გოგონა თქვა. ცისარტყელას ფერებია, ხო ბავშვებო? კი. ფერია ცისარტყელას. ოჩა, ოჩა. აი 7 ძირითადი ბგერა მეთქი, ხო თქვი? დო, გავიმეოროთ. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. აი ნახე. აი ყველამ დააკვირდით ნოტი დო როგორ იწერება. ეს უბრალოდ ახლა თქვენ ვიზუალურად ნახავთ, თორე მომავლისთვის მე თვითონ ისეთ გაკვეთილს ჩაგიტარებ, რომ თქვენ თვითონ დაგაწერიებთ. აი შემდეგი ნოტი, აი მი. პირველ ხაზს ყვევით. აი სი, ნახეთ მესამე ხაზზე, ხო? ასე თანმიმდევრობით ყველა ნოტები იწერება სანოტო სად? სანოტო ხაზებზე. თქვენ იმდენად კარგი ბავშვები ხართ, ისე კარგად მისმენთ, ისე ყურადღებით, მე მადლობელი ვარ თქვენ. აი ეს რა ინსტრუმენტია ბავშვები? დაირა. დაირა. ერთ-ერთი ბიჭი მოვიდეს ჩემი. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ყველა კარგია. თქვენ თუ იცით ამის სპეციფიკა და ხმარება. ეს არის დაირა, რომელიც აი უნდა გეჭიროთ მარჯვენა ხელში, მარცხენა ხელის გულში უნდა დაარტყა და გამოსცეთ ბგერა. გასაგებია? აი ასე. ხო? აბა გააკეთე ჩემი ცხოვრება. არ კარგად, არ ლამაზად ასე დაატე, კარგად. ხნეთ მიარტყი. კიდო. ესე იგი ეს რა არის ბავშვებო? მადლობა. აი ეხლა ბიჭებს რაც ძალიან უყვარს. სხვათაშორის ყველა ბავშვს უყვარს და მეც მიყვარდა ბავშვობაში. დასარტყამი ინსტრუმენტი. ნახეთ, მე იზამასალებელი მუსიკას მოვინახავს, რომ ჩვენ რიტმულად ეს არის ბავშვებო დასარტყამი ინსტრუმენტი. დაიკავე სამ. ეს აი ასე დაიკავო, ნახე. გაიგეთ? ოღონდ ერთი წუთით არ ქნა. დადექი ბავშვების გაიწი. ბავშვებო, ეხლა მე და ეხლა ეს დაუკრავს დოლზე და თქვენ რიტმულად ტაშით აბა როგორ აყვევით, რომ გავიგო თქვენ რიტმული გზნობა როგორი გაქვთ. დაიწყება ჯერ არ დაუკრათ. დაიწყე? ნემა. რასაც დავაკა თქვენ გაიმეორებ. ოღონდ როგორც მე უკრავ, უყურებ, კიდე შინაკი 3 ოქტავზე. ოჩა, ძალიან კაი ბავშვები ხართ. რიტმულადაც კარგი ხართ და მუსიკალურადაც ხომ კარგი ხართ და კარგი ხართ. მოვედით თქვენთვის და ყველასთვის საყვარელი გიტარა. ნახეთ? ხო? აი გიტარას მარცხენა ხელით იღებენ აგერა იგივე კლავიატურა როგორც ფორტეპიანოზე, იღებენ მარჯვენა ხელით 3 თითის მოძრაობით უკრავენ. აი ნახეთ. დაიკავე, ლამაზად დაიკავე. აი ასეთი მდგომარეობა. იზამასალებელი. ვთხოვ, აი აკა დაუკარ, ვითომ უკრავ, ვითომ უკრავ, აკა არ ჩადვახე გასა. ხედავთ, ეს თითები უნდა ამოძრავო.
გაიგეთ ბავშვებო? რა ინსტრუმენტია ეს? გიტარა. გიტარა არის. მადლობდეთ დაბრძანებულები. გიტარა შეიძლება იყოს აი პირდაპირ ასეთი და შეიძლება იყოს ელექტრო. ტელევიზორში ხო გინახიათ ელექტრო გიტარაზე რო უკრავენ. აი იქ იქნება ჩართული და ელექტრო გიტარებიც არის. ხო კარგია. აბა როგორ უნდა დაუკრათ რა თქვა მარინა მასალებელმა? აი ასე. ოღონდ ამ თითების მოძრაობით. გასაგებია? ოჩა, კარგი ბიჭი. მოდი. მადლობა გაბო, ბაბა გაბრიელი. მოდი ჩემს. აი გაბოც რა кайვი ნახე გაბო აბა. მიდი. მიდი. მოგწონს გაბო? მიდი, დაუკარ. კოჩა. ოჩა, მადლობა. კარგი ბიჭი. მოვედით ინსტრუმენტი. რომელიც ღერადობითაც ძალიან კარგია. ამას ქვია, აი აბა რომელიმეს თუ გაახსენებთ ხალბატონი ინგას ნათქვამი უშინდელი, რა ქვია ამას? აკორდეონი. ნახეთ. მე მაინც და მაინც დაკვრა აკორდეონის არ ვიცი, მაგრამ ერთადერთი ის ვიცი, რომ ამას იგივე კლავიშები აქვს, რაც ფორტეპიანოს. და მარცხენა მხარეზე რო კნოპკებს ხედავთ ბავშვებო, ხო, დილაკე. ხო, ეს არის მარცხენა ხელში, ეს არის ბანი. უყურეთ? ხედავთ? მოდი. დაიკამება. მომისმინე, ეს ასე დაიდები. დაიკავე, ლამაზად დაიკავე. გაჭიმე? კარგად გაჭიმე, კარგად ნუ გეშინია, ეყურე? ხო კარგია, მოგეწონე, მოდი აბა ჩემი ძმები შენ კიდე. ეს რა კარგი ბავშვები არიან, ესენი რა მონდომებულები, ძალიან მოგეწონათ თქვენ ეს გაკვეთილი და ასე რომ. აბა, მე არ დაგიკავე შენ უკვე დიდი. აბა? ხედავ? აი, ოღონდ აქა უნდა ამოძრავო ეს კიდე. თქვენ ცოტა პატარა ხართ. მარინა მასალებელმა გაბრიელს აქვს სურვილი ძალიან ამაყენებს. მოგიდე. არ დაგივარდეს მოდი. მოდი, გარჩევთ მოდი. კარგია? გაბრიელ, კაია? კაი ჩემს. და მამუკაც გაგვეს ძალიან მოსწონს ეს ინსტრუმენტი და გაგსახში ეს ინსტრუმენტი. ბავშვებო, შემთხვევით ვინმეს ეს ინსტრუმენტი ხო არა გაქვს სახში? არა, შეიძლება გქონდეთ არც ისად არის გამოვიდა. შეძლებს დაგვარად დღევანდელი გაკვეთილმა ჩაიარა და მაგმაყოფილად მე ასე ვფიქრობ, ბავშვებმა იციან ინსტრუმენტები, იციან მისი მოხმარების კულტურა, იციან რომელი ინსტრუმენტი რას წარმოადგენს. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ასეთი ყურადღებით მოქცევისთვის და ასეთი კარგად შესრულებისთვის ყველამის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მე სიმართლეს ვიტყვი და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ხელმძღვანელმა აქტივობა. ძალიან მომეწონა ყველა ბავშვი, ძალიან მომეწონა ქალბატონი მარინა მასწავლებელი და დიდი მადლობა მთელს ჯგუფს. ქალბატონო ინგა, ქალბატონო იზა, თამუნა არ არის სამწუთას, მაგრამ არაუშავს მაგას, იმიტომ რომ ამ ბავშვებს უკვე დაემწყოთ მზრუნველი ხელი და ძალიან წინ მივიცეთ. რაც შეეხება თქვენს აქტივობას, მართლა ძალიან მომეწონა, გულწრფელად გეუბნებით, მაგრამ მინდა რომ ასეთმა აქტივობებმა მიიღოს სისტემატიური ხასიათი. არა მარტო ამ ჯგუფში, არამედ სხვა ჯგუფებში, ბავშვები ძალიან ხალისით, ძალიან მართლა მოწადინებით უყურებდნენ და ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს. თქვენ ძალიან კარგად მეტყველებით, ისე კარგად და ისე გასაგებად ახსენით, მე დიდი სიამოვნებით ვისურვებდი თქვენნაირ მასწავლებელს მუსიკაში. იმიტომ შევწყვიტე მუსიკაზე სიარული, რომ ძალიან კაცრი და ისეთი მასწავლებელი მყავდა, კი არ შემაყვარა, მართლა შემაძულა პიანინო და
მე დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვებს 80% სიამოვნებით შევა ამ გაგეთილის მერე. პიანინოზე, ფორტეპიანოზე ცივლიან, ხალხურ საკრავებზე ცივლიან და გიტარაზე სიამოვნებით ივლიან. იმდენად საინტერესო და კარგად დაგვიხარდა ბავშვების ასეთი მოწესრიგებულობა კიდე მასწავლებელმა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ერთი პატარა შეძნა ფანური ხალხური საკრავი რომ ქონოდათ. ფანური და ჩონგური კიდევ ერთი იქნებოდა. ირმა ჩვენ ფანდურიც ჰქონდა, ჩონგურიც ჰქონდა და დორიც ჰქონდა.